ხელში სუფთა სანადირო თოფი. აი ესეთი რაღაცა, ქვია იჟ 56. აი ცოტა შორიდან გადაიღიჯე რომ მთლიანად გამოშეს თოფი, აი ესეთია. ორლულიანია. ანუ მოდი ჯერ თოფზე ვილაპარაკოთ, ეს არის ჩამოტანილი საბჭოთა კავშირის დროს ციმბირიდან ქალაქს ქვია ანგარსკი. და ეხლა ეს თოფი რაში გამოიყენებოდა. ტყვიები იდება 22 ელერი, აი ესეთი ჩვეულებრივი ხალხში რო ეძახიან გეკოს, ესეთი 28 კალიბრიანი ტყვიები იდება შიგ. ანუ თოფი ორლულიანია და ეხლა ვილაპარაკოთ ახან ტყვიებზე თქვი, აი მე თოფზე ვილაპარაკოთ ჯერ კვირაში გამოიყენებთ. ეს იყო სარეწაო თოფი. ანუ საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ, ალბათ ეხლაც არიან რუსეთში რა, მონადირეები, რომლებიც მარტო ბეწვეულზე ნადირობდნენ, ანუ ბეწვეულის იმებზე, ამას ციხვს ეძახიან კიდე ბელკა ქვია ამ თოფს. ნუ იჟ 56-ის მაგათ ბელკასაც ეძახიან, ნუ ბელკაც ქონდა. ეხლა ეს ბელკა რისთვის იყო გაკეთებული და რატო ქვია? შეხედეთ აი ამაზე. არ ვიცი ახლა როგორ იკითხება. ციყვია ხატი აი აქედან და აი აქედან, აი. მაგრამ ისია დაჟანგებული, რომ ხო და რას ვიძახი? თოფი, ანუ ციყვი, წავი, აი რომელსაც ძვირფასი ბეწვი აქვს, თეთრი მელა და ასე შემდეგ. მაგისი ტყვი, დიდი ტყვით მოყლა არ შეიძლება, ანუ მთავარი იყო, რომ ბეწვი არ უნდა გაფუჭებულიყო. ამიტომ ეს კალიბრი 22 ისეთები იყო